დავიწყეთ და ასე შემთხვევით თუ გადაუდებელი შემთხვევა იქნება. გამოვიფაროთ, რომ კარგი იქნებოდა თავიდან რომ ყოველ წელს ვხდებით და ვიფაროთ შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაცია. აზრები და იდეები ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს სამუშაოს ეცადებს. თუმცა აღნიშნულად მან იდეალიზმის და თავდაცვის მინისტრმა ეკუთვნოდა მოახდინეს და რა საფრთხეებს ელით ვითარდება შესაბამისად მაღალი მოწმობა და ვითარდება. დღეს დაიწყო ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი. გუშინ კურსის მონაწილეები სტუმრობდნენ კრძალის სასწავლო ცენტრს და საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ეს სტუმრობა. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე იქნება საუბარი, კონკრეტულად ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების სხვა ასპექტები და ასევე ძალიან საინტერესო თემები იქნება მომდევნო დღეებში, როგორც არის საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, როგორც არის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ასე შემდეგ. ჩვენ მოვალით, რომ იქნება ძალიან საინტერესო განხილვები და დისკუსიები. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი წელს უკვე მეოთხედ გაიხსნა. ჩვენ გვყავს მოწვეული ექსპერტები, როგორც სამთავრობო უწყებებიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საექსპერტო ჯგუფის წარმომადგენლები და ძალიან კომპლექსურად განვიხილავთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ მიმდინარე ტენდენციებს, გამოწვევებს და ასე შემდეგ. მონაწილეები არიან საზოგადოებრივი განსხვავებული ჯგუფებიდან, როგორც სამთავრობო სექტორიდან, ასევე მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, რაც უნიკალურ ფორმატს ქმნის, სადისკუსიო სივრცეს ქმნის, ჩვენ განვიხილოთ კომპლექსურად ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი დამოკიდებულებები, იდეები, მოსაზრებები, ძალიან ინტენსიური 4 დღე გველოდება, სადისკუსიო პანელებთან ერთად იქნება სიმულაციური თამაში. მოხარული ვარ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო, იმიტომ რომ მივიჩნევ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული თავდაცვის უმაღლესი კურსი არის შესანიშნავი საშუალება კურსის მონაწილეებისთვის და ასევე მომხსენებლისთვის გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ საერთაშორისო უსაფრთხოების თემას, არამედ საქართველოს შიგნით დაგროვილ მთელ რიგ პრობლემატიკას, იქნება ეს დაკავშირებული ტერორიზმთან, იქნება ეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობასთან დაკავშირებული, თუ ისევ და ისევ, თქვათ, ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობის საკითხი, ან ცალკე რომ მივიღოთ, რომ განვიხილოთ ეკონომიკური საკითხები, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები, ან თქვათ ენერგო მომარაგების და ენერგო უსაფრთხოების საკითხები. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩართულია არა მხოლოდ ოფიციალური სტრუქტურები, არამედ ჩართულია სხვადასხვა სტრუქტურა, როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები და ის გამოცდილება, რომელიც აგროვილია საზოგადოებაში, იქნება გაზიარებული და უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი ის საფრთხეები და საჭიროებები, რომელიც თავდაცვის კუთხით ჩვენ ქვეყანაში არსებობს.